თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64 რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია დაესწრო. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ტოლმულთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებას. ასევე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენას. საქართველოს მხრიდან საუბარი შეეხო ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებას და ასევე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გადადგმულ დესტრუქციულ და უკანონო ქმედებებს, მათ შორის დაისვა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივების საკითხი, რაც კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოითქვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში აეროპორტის უკანონო ამოქმედების და რეგულარული ავიარესების დაწყების, ისევე როგორც სარკინიგზო მიმოსვლისა და ელექტრომატარებლის პირდაპირი მარშრუტის ამოქმედების გამო. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 25-26 ივნისს არის ჩანიშნული.